ევროპარლამენტის რამდენიმე დეპუტატი ფრაქციიდან განაახლი ევროპა ევრობლოკის ხელმძღვანელობას მოუწოდებს დაუყოვნებლივ დაიწყოს მუშაობა რუსი ჟურნალისტის ქსენია ფედოროვას წინააღმდეგ პერსონალური სანქციების დასაწესებლად, რომელიც წარსულში რუსული პროპაგანდისტული მედია საშუალების Russia Today-ის ფრანგული რედაქციის ხელმძღვანელი იყო. ახლა კი ფრანგი ულტრამემარჯვენე ბიზნესმენის ვენსან ბოლორეს მედია იმპერიაში აგრძელებს საქმიანობას. სიმბოლურია, რომ მის წინააღმდეგ ეკონომიკური და სამოგზაურო შეზღუდვების დაწესებას სწორედ ფრანგი პოლიტიკოსი ნატალი ლუაზო მოითხოვს, რომელიც ქსენია ფედოროვას მოიხსენიებს ცნობილ რუს პროპაგანდისტად და ბრალსდებს ევროკავშირისა და უკრაინაში ომის შესახებ უკიდურესად манипуლაციური და პროპაგანდისტული ნარატივების გავრცელებაში. რუს ჟურნალისტს დასავლურ წყაროებში ხშირად მოიხსენიებენ კრემლის დეზინფორმაციის გამხმოვანებლად, რომელიც ფრანგი ულტრამემარჯვენე ბიზნესმენის მფლობელობაში არსებული სატელევიზიო მაუწყებლის სინიუსის ეთერში ერთ-ერთი რუბრიკის წამყვანია. ასევე წერს სტატიებს ამავე მედია კორპორაციის დაქვემდებარებაში მყოფი ყოველკვირეული გაზეთისთვის. დასავლელი პოლიტიკოსების შეფასებით მაყურებელს და მკითხველს ის აცნობს მხოლოდ პრორუსულ თვალსაზრისით და მოქმედებს უშუალოდ კრემლის მითითებით, მათ შორის მასში, როცა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიან აგრესიას სპეციალურ სამხედრო ოპერაციას უწოდებს. გადაცემებში კი ზღუდავს განსხვავებულ აზრს, რომელიც მოსკოვს არ აწყობს. მაგალითად, მაისის ერთ გადაცემაში ქსენია ფედოროვამ უკრაინაში ომის დაწყების მიზეზად დაასახელა ნატოს აღმოსავლეთით გაფართოება, ხოლო 2022 წელს სამშვიდობო მოლაპარაკებები მისი მტკიცებით ჩაეშალა მხოლოდ იმიტომ, რომ დასავლეთმა ამ კონფლიქტის გაჭიანურება გადაწყვიტა. მსგავსი რიტორიკის გამო პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის თანაგუნდელმა ევროპარლამენტიდან საფრანგეთის კომუნიკაციების კომისიას საჩევრის წერილით მიმართა და განმარტა, რომ ქსენია ფედოროვას საქმიანობა პირდაპირ ძირს უთხრის ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას და ინტერესებს. თავად რუსი ჟურნალისტი არ მიიჩნევს, რომ ვინმეს დაკვეთას ასრულებს. მე ჟურნალისტი ვარ, ვაქვეყნებ ანალიზს, ზოგჯერ კრიტიკულსაც, განსაკუთრებით დასავლეთის როლთან დაკავშირებით უკრაინის კონფლიქტის გახანგრძლივებაში. ამ ანალიზს, რა თქმა უნდა, შეიძლება შეედავონ, თუმცა მიუღებელია მისი აკრძალვა მხოლოდ იმის საფუძველზე, რომ იგი ვინმესთვის შემაშფოთებელია. იმის თქმა, რომ დასავლური სახელმწიფოების პოლიტიკურმა, დიპლომატიურმა, სამხედრო და ეკონომიკურმა გადაწყვეტილებებმა გავლენა მოახდინა კონფლიქტის ხანგრძლივობაზე, დეზინფორმაცია არ არის. ეს არის სრულიად ლეგიტიმური საკითხი საჯარო დებატისთვის. შემაშფოთებელია ის, რომ საფრანგეთში ზოგიერთი პოლიტიკური ფიგურა, როგორც ჩანს, უფრო მეტად ცდილობს მათთვის არასასურველი ხმების ჩახშობას, ვიდრე საკითხის არსზე დისკუსიის გამართვას. დეზინფორმაციასთან ბრძოლის საბაბით ცენზურის დაწესების მცდელობა პლურალიზმის ძალიან შემაშფოთებელ გაგებაზე მიუთითებს. ქსენია ფედოროვას დასაცავად განცხადება გააკეთა იმ არხის დირექტორმა, სადაც ჟურნალისტი მუშაობს და თქვა, რომ მათი მიზანი არის თავისუფალი სიტყვის დაცვა და ყველა მოსაზრების გაშრალება.